პატიები შეიძლება ერთ უბანს ჰქონდეს ერთი პიროვნების მიმართ, მეორე უბანს მეორე პიროვნების მიმართ, სრულიად გასაგებია ჩემთვის ეს, იგივეა. მე გითხარით რომ ეს რო შევდიოდით ჩვენი იქ საუბარი შედიოდა უკვე შიხში და აპირისპირებაში და ემაში. არ სპეციალისტ ამ შემთხვევაში ჩვენ სპეციალისტზე გვაქვს ლაპარაკი. ნიშნავს და ათავისუფლებს. იტყვით ზედიაში და გითხარით გასაგებია თუ ეს რეგოლით იქა ნორმალი ისმენდი. თუ არ მისმენთ ეგრეს მითხარით. კი. გითხარით გასაგებია და ჩვენავით ვამთავრებთ თქვენთან საუბარს, იმიტომ რომ ვანი გასწრიშო და მიასე მინდა და მე ვარ. ერთ პიროვნული აკადემიური მართლობა ინტერნეტული ასეთი სიტყვები ჩემი მიდან არ ამოსულა, მე ყოველ ცხოვრებაში არ მიწია, ჩემი ცხოვრების გარდა არ მოვისწოდი არავის. ხო, ამას გეუბნები. მარტივად გადავწყვიტე ეგ საქმე. რაფან ასე არ უნდა ეგ სიტუაცია. მე დავუნიშნავ სპეციალისტს ამ სოფელში აკა. ვისაც წარმოვიდგენს გაზონი მაკეტი. ისე მარტო მეუღლეა დამოკიდებული, სოფელი არაფერს შუა. აბა, ეს მიდუა სოფლის მონებული. მაგას არაფერი არ უკითხე, ან ვინგინდა და უნდა კითხოს ქალბატონო. აი, ახლა არც ერთი კანდიდატურა რა იქნება. არც ერთი კანდიდატურა წავაგდეთ ეს სხვა. ხო, მე არც ერთი არის აუცილებელიო. როგამეთით, რისთვის სწავლობს ხალხი? იკლავენ ცოდნისთვის თავს. უწიგნურები თუ დაგვიდგა სათავეში რა უნდა გავაკეთოთ? ის ვერაფერს ვერ გაგვიკეთებს ჩვენ სოფელს. რასთან დაკავშირებით, უჩაყვავაძესთან დაკავშირებით, სოფლის წმუნებულისთან და დანიშნულთან დაკავშირებით. ეს კაცი არის უჩაყვავაძე, რომელიც არის ობლად გაძილი კაცი, პატიოსანი ოჯახის შვილი, შრომელი, ალალი კაცი, არის კოორდინატორი, ოცნების კოორდინატორი იყო, თავის დროზე როცა არჩევნები იყო ნაციონალებს და იმათ შორის. და მე უჭერ ხარ და მიმაჩნია ეს კაცი რომ იყოს სოფლის წმუნებული. მაქვს იმედი რომ ამ კაცმა ეს კაცი შეასრულებს იმ მოვალეობას, რასაც სოფელი მოთხოვს. მე სოფელში მაღაზია მაქვს, სოფელში ბირჟა იყრებოდა, დღე და ღამე სულ ლაპარაკობდი, დაჟე გლახა სიტყვებსაც ველაპარაკობდი იმის გამო რომ შენ დაანებე ოცნებას თავი, ვარ ნაციონალები უმეტესობა გალა. თუ არა აგიჭედავენ მაგ მაღაზიასაც ბოუს სამსახურიდან გამოგიგდებენ, ასე კიდე კოორდინატორი ვიყავი და არ მივეცი უკან. სტანდიხოდი არაფრით დიდებით. იმისაც გამოვაგდოთ თქვა ძალმა წერილი დაიწყო სახში, რომ გამომაგდებეთ ჩემ სახში და დაგიჟდება ხან აჭრან და ასვი ვერ შეშენო. გამოვაგდონ, მე უთხარ საქონელი მყავს და ყველი მაგ და რამე მაგ და ვაჭმევ და ვასმევ თქვა. გეგე, მე არ მომიკლია, ახლა თუ არ მომიკლია, ჩემი 33 წლისა, ჩემი ბიჭი თქვა. ახლაც არ მოკლავ თქვა. არის ეს სინამდვილეში დებულებაში ვიყავი კოორდინატორი. ერთი მიტინგიც არ დამიკლია. თუ იყო თბილისში, თუ იყო ზუგდიდში ორჯერ ვიყავი. ზესტაფონში ყველგან დავდიოდი, ვიღებდი მონაწილეობას და ვარ ოცნების, მოვკვდები ოცნებად, მე ჩემი თანამდებობა არ მაინტერესებს, არც მინდა დღესაც, მაგრამ ნაციონალი ნახდათ არ უნდა გევიდოს. დანიშნეთ, ვინც გაგეხარდებათ, ოღონ ოცნება იყოს. მე პირადად ეს ასე გამაჩნია. და მე მგონი ახლა მაგის ხალხი თქვა, ნახევარ ჩემი ხალხიც არის. და ასე არ უნდა გადაწყდეს. თუ მოვიდა თავრობა ოცნება და არის დღეს და გაიმარჯვა ოცნება, უნდა იყოს ოცნება. ოცნებიდან მინდა პატიოსანი კაცი, ვინმე სოფელში თუ გამერჩევ ამნაირი, მაგრამ გვეგულება არის იმნაირი ხალხი დააგეთ, ვიყრით კენჭს, იყრის სოფელი და გოუშვებთ იმას. აღარ გვინდა სააკაშვილის დაიგენი, აღარ გვინდა ამნაირი ხალხი. მინდა ოცნებიდან. პატიოსანი კაცი მშრომელი ბავშვობიდან შრომობდა. უჩაყვავაძე. აგერ არის წარმომადგენელი ერთი. მოდა ოლეგი დაიგენი, ახლა მე არ ვიცი. ვინც იყო? ხო, რა ვიცი, ახლა პატიოსანი კაცია, კაი კაცია, მაგრამ ის სხვა პარტიაში იყო, ეს კიდე ოცნებაში იყო და გვინდა ჩვენ იყოს, აღარ არის სიმართლე, გვინდა გევიგო და ვიცხოვროთ სიმართლით, კაც. გვინდა ოცნება. კი ბატონო, სიმართლე რო არ გარკვეულიყო სოფელში. ჩხუბი რო არ მომختارიყო სოფელში. არეულობა რო არ მომختارიყო სოფელში. გამოვედით, ამოვედით გამგებელთან. ბატონო ზურაბ, ასეთი მდგომარეობაა ჩვენ სოფელში. კი ბატონო დაგვიგენ. აღარ გვინდა ხო? აღარ გვინდა ამდენის. ხოდა იმედი. ხოდა იმედი ამ თავრობის რომ მოვიდო და მთავრობა და დაგვადგებოდა სოფელს. საშველი. მაგრამ უსაშველო გჭირს დღესაც. ხოდა იმედი. ამ თავრობის, მაგრამ უსაშველო გვაქვს დღეს. ვჭამით ისევ აჯაბეთი უპატრონოთ. ეს არის ჩემი პროტესტი. სოფლის მოსახლეობა არის დღეს შეგრებილი, სოფელში არის ვაკანტური ადგილი სპეციალისტის თანამდებობაზე და უნდათ აირჩიოს სოფელმა თუ ვინ იქნება ღირსეული კანდიდატი აი ამ თანამდებობას. სოფლის სპეციალისტის თანამდებობას. რამდენი კანდიდატია? არის ორი კანდიდატი,
არის ბატონი ოლეგი ღონღაძე და არის ბატონი უშანგი ყვავაძე. კანდიდატი დაინიშნება მას შემდეგ, რაც მე წარდგინებას გავაკეთებ ბატონ ნუგზართან. იმყოფებით ახლა აჯამეთში მოსახლეობა არის შეკრებილი, საკითხი ეხება სოფლის სპეციალისტის დანიშვნის საქმეს. ვერ აკეთებს სოფელი თავის არჩევანს. ჩვენ იმპერატორულ უფლებას არ აგვაქვს და არც ვიყენებთ ამას, რომ ეს ჩვენი სურვილით დავნიშნოთ სოფელში სპეციალისტი. არის ასთა სხვადასხვაობა. ამასთან დაკავშირებით სოფელმა მოითხოვა ჩვენი ჩამოსვლა, ჩამოვედით აქ და შევხვდით მოსახლეობას და მე მათ მივეცი განმარტება. შესაბამისად ჩვენ ვიშველიებთ კანონს, არ არსებობს დებულება, ამ დებულების საფუძველზე. სოფლის სპეციალისტს ნიშნავს რაიონის გამგებელი. ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონის გამგებელი სოფლის მონებულის წარდგინებით. ეს წარდგინება გაკეთა უკვე ერთხელ, მაგრამ ამას მოყვა სერიოზული მოსახლეობაში დაპირისპირება და უკმაყოფილება. სარგებულ უბნებს თავისი კანდიდატის სურთან თანამდებობაზე რომ დაინიშნოს. ჩვენ კიდევ ერთხელ მივეცით მათ შანსი, ჩვენ შევაჩერეთ ასე ვთქვათ ჩვენი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე და მივეცით სოფელს კიდევ შანსი გარკვეული დროის განმავლობაში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. სოფლის მონებულის მეშვეობით წარმოადგენთ თავისი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე და ჩვენ გავაკეთებთ შესაბამისად დანიშვნას. აი ასეთ დათმობაზე წავედით სოფელთან მიმართებაში და ნახოთ ახლა ალბათ გააკეთებენ 7 ვითარებაში, ახლა ასეთ ვითარებაში არჩევანის გაკეთება ძნელია. ხედავთ თქვენ რა სიტუაცია არის აქ და 7 ვითარებაში გააკეთონ ნებისმიერი ფორმით გააკეთონ, გნებავთ გამოკითხვის ფორმით, გნებავთ კრება ჩაატარონ, რა ფორმითაც თვითონ უნდა სოფელს, ამ ფორმით გააკეთონ შეკრება და თავის რეალური კანდიდატი, რომელიც შემდეგ სადავო არ იქნება და კიდე დაპირისპირება არ მოყვება, მე ესეც უთხარი შეკრებილებს აქვს. ასეთი კანდიდატურა წარმოადგენენ და ჩვენ მოვახდენთ იმ კანდიდატურის დანიშვნას.